რას დავბედით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. ვაშა გადაცემის სპეციალური გამოშვება მოგესალმებათ. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ძველი ვენესუელური ანდაზაა ერთი. დარწმუნებული ვარ, რომ იცით. ნუ იქნები ვენესუელელზე მეტად ვენესუელელიო. თუ ვენესუელელიო. სხვადასხვა თარგმანში სხვადასხვანაირადაა. ნება მიბოძეთ თავიდანვე დავადასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისადმი. ერთის გარდა. ამას თავიდანვე ვაკეთებ, რომ შემდეგ არ გაჩნდეს კითხვები. ახლა კი, თავარი ამბები. შეერთებულმა შტატებმა, როგორც მოგეხსენებათ, ჩაატარა სპეცოპერაცია უცხო ქვეყანაში, ვენესუელაში. დააპატიმრა იქაური ლიდერი, მადურო და წააცუქცუქა ამერიკაში. ამ საქმეს მსოფლიოსსა და კონკრეტულად საქართველოში ძალიან ბევრი მომწონებელიც გამოუჩნდა და ბევრი დამწუნებელიც. დამწუნებლებს რამდენიმე მოტივი აქვთ. პირველ რიგში მათ არგუმენტებში მოისმენთ, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და ცუდი მაგალითის მიცემა ვიღაცაებისთვის. ვაი და ახლა ისინიც, აი სხვები, ჩაერიონ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. კიდევ შეგახსენებთ, ჩვენ საუბრობთ შეერთებული შტატების პრეზიდენტზე და საერთაშორისო კანონებზე, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაარღვია. ჩვენ არ ვსაუბრობთ ახლა რომის პაპზე, დედა ტერეზაზე, ვინმე უცოდელ წმინდანზე. ამიტომ კონკრეტული ფაქტები დავალაგოთ. რა დააშავა ტრამპმა იმით, რომ დააპატიმრა და შეერთებულ შტატებში წაიყვანა ადამიანი, ვისაც მიტაცებული ჰქონდა ძალაუფლება ერთ კონკრეტულ 30 მილიონიან ქვეყანაში. ვისი პოლიციაც ქუჩაში ხოცავდა ხალხს, მათ შორის დემონსტრანტებს. მის ციხეები გაავსო პოლიტპატიმრებით წლების განმავლობაში. როგორც ამბობენ, 15,000-ზე მეტი ადამიანი ყავდა დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით. ტრამპმა დააპატიმრა ადამიანი, ვინც ხელს უწყობდა არეულობას მეზობელ ქვეყნებში და აფინანსებდა მაგალითად კოლუმბიის ხელისუფლებასთან მებრძოლ ფარკის მარქსისტ ბოევიკებს, ანუ ტერორისტებს. ვისაც მტრად ყავდა გამოცხადებული დასავლეთი, პირველ რიგში გრინგოები, ამერიკელები. მისი მთავარი მოკავშირეც პოლიტიკური და სამხედრო იყო რუსეთი. უკვე შემდეგ იყო ჩინეთი და ირანი. ვინც რამდენჯერმე მოიპარა არჩევნები და არასდროს მისცა საშუალება საკუთარი ხალხის უმრავლესობას რომ აერჩია ხელისუფლება. ტრამპმა დააპატიმრა ადამიანი, რომელიც ეჭვმიტანილია საერთაშორისო ნარკოკარტელების მართვასა და უზარმაზარი შავი ფულის შოვნაში, რაც შეერთებულ შტატებს თავის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ აქვს გამოცხადებული. ბოლოს და ბოლოს ტრამპმა დააპატიმრა ადამიანი, ვისაც აღიარებული აქვს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები, აფხაზეთი და ყოფილი სამხრეთ ოსეთი. აი ეს კაცი ზის ახლა ამერიკულ ციხეში და ელოდება განაჩენს და ვიღაც ადამიანები სხვა ქვეყანაში და სხვა ნახევარსფეროში საერთოდ საქართველოში წუხან რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა და ადამიანის უფლებები. სად რა მომენტში შემოდის საერთაშორისო ნორმები და ადამიანის უფლებები განტოლებაში, როდესაც საუბრობთ მადუროზე. მაშინ როდესაც მას ქეჩოში ჩაავლება ხელს და ვერტფრენში შეტენიან. მაშინ კი დარღვევა. მაგრამ თუ ათვლის წერტილი არის ვენესუელელთა უმრავლესობის გათელილი ნება, მათი პოლიტიკური არჩევანი, რომელსაც ჯერ ჩავესის და შემდეგ მადუროს რეჟიმი უბრალოდ ფეხქვეშ თელავდა. თუ ათვლის წერტილი ათასობით პოლიტიკური პატიმარია, მას შემდეგაც კი რაც 1 იანვარს მადურომ ციხიდან 200-მდე ადამიანი გამოუშვა. თუ ათვლის წერტილია ნაწამები და გაუჩინარებული ოპოზიციონერები. მაშინ დიქტატორ მადუროს დაპატიმრება შვებაა. ვენესუელელი ერისთვის შვებაა და თავისუფლების შანსი. კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბოთ მთავარი ფაქტები. შეერთებულმა შტატებმა ციხეში ჩააგდო და კარგახანს აყურყუტებს ადამიანს, ვინც არ ცნობდა არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ კონკრეტულად საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ესე იგი, ადამიანს, ვინც არღვევდა საქართველოს კანონმდებლობასა და საქართველოს კონსტიტუციას. ესე იგი, ადამიანს, ვინც იყო საქართველოს გამოცხადებული მტერი. ხო და მაშინ მიპასუხეთ, რატომ ეწვის მე, ან თქვენ რატომ გეწვით ამ კაცზე ჯიგარი? ეს ზოგადად შეწუხებულებს. ახლა კი კონკრეტულად იმათ, ვინც ნერვიულობს შეერთებული შტატების ასეთი მოქმედება შეიძლება გადაედოს კონკრეტულად რუსეთს და მერე რა იცი რა გველისო. ნამდვილად იმას ნერვიულობთ, რომ ქვეყანა, რომელიც ამდენ წელია კლავს ბავშვებსა და ქალებს სხვა ქვეყანაში, ოდესმე დაარღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებს. მართლა იმას ნერვიულობთ, რომ ქვეყანა, რომელიც 4 წელია ბომბავს საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებს, თეატრებს, თავშესაფრებს, მხოლოდ იმიტომ, რომ იქაურებს არ უნდათ რუსეთში ცხოვრება. ერთ დღესაც ეს ქვეყანა უცებ დაარღვევს რაღაც საერთაშორისო სამართლის ნორმებს. იმას ვნერვიულობთ, რომ ქვეყანა, მისი კონკრეტული დიქტატორი, ვინც ჩაატარა ნორდოსტის საკუთარ დედაქალაქში, ვინც საკუთარი ერთი პატარა ქალაქის 200 ბავშვი ამოხოცა ერთ სკოლაში,
ვინც დახოცა ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, ვინც დაიჭირა ოდნავ განსხვავებულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი, ვინც ემტერება გარშემო ყველა სახელმწიფოს თავისი მოკავშირე ბელარუსის ჩათვლით. აი, ამ ქვეყანამ რომ ოდესმე დაარღვიოს საერთაშორისო ნორმები. ეს რა დაგვრჩენია სანერვიულოდ ახლა. დავანებოთ თავი უკრაინას, დავანებოთ თავი ბალტიის რეგიონს, დავანებოთ თავი პოლონეთს, დავანებოთ თავი სირიას, დავანებოთ თავი ყველასა და ყველაფერს. გავიხსენოთ რომ ვართ პირველ რიგში ქართველები. პირველ რიგში საქართველოზე ვინერვიულოთ მოდი. და რაზე ვინერვიულოთ კონკრეტულად? რომ რუსეთი, რომელმაც მოგვიწყო 9 აპრილი და დღემდე არ აღიარებს, რომ მისმა ჯარისკაცებმა აჩეხეს 16 წლის გოგონები და 70 წლის ქალები. ოდესმე ჩაერევა ჩვენს შიდა საქმეებში? რომ ქვეყანა, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ ომი 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო და დღემდე აგრძელებს, არ დაუმთავრებია აქამდე. ოდესმე უგულებელყოფს საქართველოს უფლებას იარსებობს როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. ნამდვილად ამას ვნერვიულობთ, რომ ქვეყანა რუსეთმა, რომელმაც დაგეგმა საქართველოს პირველი კანონიერი ხელისუფლების დამხობა. აი, აწი ამერიკის მაგალითით ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში. ნამდვილად იმას ვნერვიულობთ, რომ ქვეყანა რუსეთი, რომელმაც გადაწყვიტა ოდესღაც პირველი პრეზიდენტის მკვლელობა და დღემდე არ ვიცით რეალურად რა წილი მიუძღვის ამ კაცის მკვლელობაში. რომ ქვეყანამ რომელმაც გადაწყვიტა მეორე პრეზიდენტის მკვლელობა, ჯერ კიდევ ვერტფრენი ჩამოაგდო, მერე ორჯერ ააფეთქა თავის სამხედრო ბაზებზე გაწვრთნილი ბოევიკების ხელით. რომ აი ასეთი ქვეყანა უგულებელყოფს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სიცოცხლის უფლებას? ოდესმე. მართლა იმას ვნერვიულობთ, რომ ქვეყანა რუსეთი, რომლის მეთაურიც საქართველოს პრეზიდენტს ერთი ადგილით ჩამოკიდებას პირდებოდა, ოდესმე უგულებელყოფს საქართველოს უფლებას კონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა. იმას ვნერვიულობთ თუ არა, რომ ქვეყანა რუსეთი, რომელმაც საკუთარი გამოზრდილი ოლიგარქების ხელით ორჯერ სცადა საქართველოს ხელში ჩაგდება და სამწუხაროდ მეორეც და 2012-ში წარმატებამდე მიიყვანა. რომ ეს ქვეყანა ოდესმე გადაწყვეტს ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. მართლა იმას ვნერვიულობთ თუ არა, რომ ქვეყანას რუსეთს ტრამპის მოქმედებით ცუდი მაგალითი მიეცემა. თუ მართლა ამის გეშინიათ, გვეშინია. მაშინ მე გკითხავთ. რისგან იკავებდნენ აქამდე თავს რუსები, თუნდაც საქართველოში და ამ იერიდან რის უფლებას მისცემენ თავს? თუ შეგიძლია დამისახელოთ რომელიმე საერთაშორისო ნორმა, რომელიმე კონვენცია, რომელიმე ქარტია, რომელიც რუსებს ჯერ არ აქვთ კირზის ჩექმით გათელილი საქართველოში. ან სხვაგან. თუ ნამდვილად ამას ვნერვიულობთ, თუ დღეს ვინმე ნამდვილად ელოდება ეშინია, რომ რუსეთი ამ მაგალითით რაიმე უარესის უფლებას მისცემს თავს, გინ საქართველოში, გინ სხვაგან. პირდაპირ უნდა გითხრათ, მეგობრებო, იდიოტები ხართ. არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო ნორმა, ქარტია, კონვენცია, ხელშეკრულება, კანონი რუსს რომ არ კონდეს დარღვეული საქართველოში. საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ. დაწყებული აი გეორგიევსკის ტრაქტატით. დიახ, ვეთანხმები იმას, რომ გამარჯვებულებს არასამართლებენ, რომ ჩხუბი ყოველთვის მორევაზეა, რომ საერთაშორისო სამართალი დიდისა და პატარისთვის ერთნაირად არ მოქმედებს ყოველთვის. რომ ეს საერთაშორისო სამართალი ყოველთვის ყველასთვის 100%-იანად სამართლიანი არ არის. იდეალურ სამყაროში არასდროს გვიცხოვრია და ალბათ არასდროს ვიცხოვრებთ. ასეა ეს ქვეყანა მოწყობილი. ვიყოთ რეალისტები და ვცადოთ გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს დღეს. ვაღიაროთ ფაქტი. ერთმა ძლიერმა ყურით დაიჭირა საქართველოს მტერი და ჩააგდო ციხეში. ესაა ქვიშანი, რომელიც წყალთა წასვლისა და წამოსვლის შემდეგ ნალექად დაგვრჩა. ეს არის მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ და რაც უნდა გვახსოვდეს. და როგორც ძველი ქართული ანდაზა გვასწავლის, ყველამ თავის ბოზ დიქტატორს მიხედოსო. ეს იყო ვაშა გადაცემა სპეციალური გამოშვებით. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და